განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით, დღეს არის ორშაბათი და ტრადიციულად Cybertalk-ი ისევ ეთერში ისევ თქვენთან ერთად არის. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები სტარტაპი, გვესმის რაღაც აქსელერატორები, გვესმის სხვა ინკუბატორები და ასე შემდეგ. ეს არის სიტყვები, ეს არის მიმართულებები, ასე დავარქმევდი, რომელიც მათ დაიკავა ჩვენი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებამ პანდემიის დროს, როდესაც უკვე ყველაფერი ფაქტობრივად გადავიდა, ძირითადი ნაწილი დაახლოებით 70-80% გადავიდა ონლაინ სივრცეში, დისტანციურად ყველაფერი ესა. ამან კიდევ უფრო დიდი ბიძგი მიცა სტარტაპების განვითარებას, დიდი ბიძგი მიცა ტექნოლოგიურ განვითარებას და ჩვენ დღევანდელი თემა არის სტარტაპები და ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს SIP საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ კაცრაძე. დიდი მადლობა ბატონ ავთანდილ მოგზაურობისათვის, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ. ვფიქრობ რომ რადიო მსმენელებისათვის საინტერესო თემა არის დღეს სტარტაპები, ინოვაციური ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ჩვენი მომავალი, ეს არის ასე ვთქვათ დასაქმების, ასე ვთქვათ მშვენიერი საშუალება, მათი ასე ვთქვათ ეკონომიური წინსვლისათვის, კეთილდღეობისათვის საკმაოდ კარგი ასე ვთქვათ, საშუალება არის. დავიწყოთ როგორ შეიქმნა სააგენტო, რა იყო ამ სააგენტოს შექმნის მიზანი და რას ემსახურება ზოგადად სააგენტო, ის საქმიანობა. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენს მსმენელებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მოწვევისთვის. რაც შეეხება ზოგადად თემას სტარტაპები, ინოვაციები, თქვენ სწორად აღნიშნეთ შესავალში, ეს არის ნამდვილად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური სწრაფი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არეა, სადაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები არის გასატარებელი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ ზოგადად ძალიან დააგვიანა სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკვე ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო და პირდაპირ მხარდაჭერა განისაზღვრებოდა. ჩვენთან ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც შეიქმნა ჩვენი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იყო პაკეტი ზოგადად ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის, ასე ვთქვათ, წახალისებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მცირე ეკონომიკის ქვეყანა, ზოგადად გეოგრაფიულადაც საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ, ასევე ძალიან მწირი არის თუნდაც ბუნებრივი რესურსები. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა დღეს უნდა იყოს დაფუძნებული სწორედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ანუ მათ მიერ შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტებზე, მათ იდეებზე და ამ იდეების სწორი ბიზნეს პროცესის წარმართვიდან მიღებული ეკონომიკური დოვლათი, ხო? ანუ შესაბამისად ჩვენი, ასე ვთქვათ, ბუნებრივად განვითარების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ტურიზმი, ხომ? რომელიც ანუ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გავყიდოთ და მესამე და ყველაზე მთავარი ჩვენთვის ეს არის სწორედ ინოვაციები. ანუ ჩვენ ინოვაცია, რომელიც წარმოიშვა ადამიანის გონებიდან და რომელმაც შეიძლება დიდი ბიზნესი აკეთოს. და სწორედ აი ეს მიმართულება იყო, რომ წახალისებული იყო სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ესეთი ეგრეთ წოდებული გიჟური იდეები, რომელიც ჩვეულებრივად სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ პოვებდა განვითარებას, გამომდინარე იქიდან, რომ იმდენად მაღალი რისკის მატარებელია გიჟური იდეები, ხო, რომელიც კერძო სექტორისგან არ ფინანსდება არც ერთ ქვეყანაში საწყის ეტაპზე და შესაბამისად სწორედ იმისთვის, რომ საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უზრუნველყოს რისკის მინიმალიზაცია კერძო სექტორისადმი და ადამიანებს ჰქონდეს იმისი, ასე ვთქვათ, თუნდაც გაბედულება, რომ იყვნენ წარმოდგენილი აი ამ ბაზარზე და თავიანთი ინოვაციური და გლობალურად მასშტაბირებადი პროექტებზე მუშაობა დაიწყონ, სწორედ ამიტომ ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შემოვედით და შევქმნით სწორედ ის ეკოსისტემა, სადაც ადამიანები ფიქრობენ ასე. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან, ასე ვთქვათ, სხვა გარემო იყო მთლიანად ქვეყანაში, ალბათ თელს საქართველოში 4 მილიონამდე მოსახლეში დაახლოებით 30-40 ადამიანი იყო, ვინც ზოგადად იცოდა რა არის სტარტაპი, ინოვაციები, ამ თემაში ჩართული და ასე შემდეგ. და ამიტომ პირველი რაც უნდა გაკეთებული იყო, ეს იყო ზოგადად
ეკოსისტემის შექმნა სწორედ community-ის, ანუ საზოგადოების ჩამოყალიბებით, რომელიც არის დაინტერესებული რომ ამ პროცესის მონაწილე იყო. იყო ბევრი ჰაკატონები, კრიატონები, მეიქათონები, სხვადასხვა პატარ-პატარა ღონისძიებები, კვირეულები, რაღაც კონფერენციები, ასე შემდეგ, რომელმაც ნელ-ნელა შექმნა community, რომელიც შემდგომ უკვე მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა, როდესაც ჩვენ 2016 წელს 11 იანვარს გავხსენით პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც ასე ვთქვათ, ანუ ვიზუალური გამოსახულება იყო, რომ ამ სეგმენტში კარგი რაღაცა ხდება. შესაბამისად, ანუ სიმბოლური დატვირთვა უფრო მეტი ქონდა თვითონ ამ შენობას, ვიდრე ფუნქციური, ასე ვთქვათ, თავდაპირველ ეტაპზე და სწორედ ამან უზრუნველყო კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის კიდევ მეტი დაინტერესება. შემდგომში უკვე წამოვიდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და მსოფლიო ბანკთან შევთანხმდით დაფინანსების ინსტრუმენტებზე, რომელმაც უზრუნველყო $20 მილიონ მეტი მსოფლიო ბანკმა გამოყო იმისთვის, რომ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემა განვითარებულიყო და დაიწყო უკვე მასშტაბური დაფინანსების პროექტები. დღეს უკვე გვაქვს 3 სხვადასხვა საგრანტო პროგრამა სხვადასხვა სტადიაზე მყოფი სტარტაპ კომპანიებისთვის. ჩვენ გვაქვს როგორც 15000 ლარამდე საგრანტო პროგრამა თითო სტარტაპისთვის, ეს არის პროტოტიპირების გრანტი, რომელიც ანუ მცირე ასე ვთქვათ, დასაწყისში მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმი არის მათთვის. შემდგომი სტადია ჩვენ გვაქვს 100000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, მსხვილი მასშტაბის დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა და ამ 100000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში წელიწადში 40 სტარტაპს ვაფინანსებთ და გვაქვს 650000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც უკვე იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც უკვე მზად არიან გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. თუმცა სამივე საგრანტო პროგრამის ფარგლებში ჩვენთვის გლობალური პოტენციალი და მასშტაბირებადობის, ასე ვთქვათ, უნარი და შესაძლებლობა არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ უყურებთ. არც ერთ შემთხვევაში ბატონო, ბოდიში მანიშნებენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და გავაგრძელოთ მე პროექტებზე საუბარი. მადლობა. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გსურთ სატელეფონო ავტომობაზუხის მეშვეობით და ცნობოთ მომხმარებლებს ინფორმაცია სამუშაო საათების, მიმდინარე აქციების, შიდა ნომრების ან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ. შევდით ვებგვერდზე Voices-G. არჩიეთ არსებული ამოცანისთვის შესაფერი სიხმა და ანდეთ თქვენი სათქმელი პროფესიონალებს. Voices-G. იპოვე შენი ხმა. 596-366-366. მოიგი 100000 ლარი ყოველ შაბათს. 8 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დააგროვე გათამაშების ბილეთები ნებისმიერ თამაშში და მოიგე შეზღუდვების გარეშე. ბეთლაივი გაერთაშეს გემოზე. ბეთმარკეტში ფასდაკლების სეზონი გრძელდება. შეიძინე ფრი სპინები, ფრიბეტები და ექსკლუზიური ბონუსები ყველაზე მარტივად. დარეგისტრირდი, გაათამაშე 10 ლარი და მიიღე მარკეტის 1000 ქულა საჩუქრად. ბეთმარკეტი დააჩქარე მოგება მხოლოდ ჩვენთან. უპრეცედენტო ფასდაკლების აქცია 2020 წლის Toyota Fortuner-ზე Toyota Center თბილისში. შეიძინეთ 2 და 4 დიზელის რავიანი Fortuner-ი 12000 ლარიანი ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ ავტომანქანის მაცივარი და ექსტერიერ ინტერიერის მოვლის საშუალებები. ავტომანქანაზე ვრცელდება 5 წლიანი გარანტია. იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 Toyota Center თბილისი. Toyota-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ისევ რეკლამის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი თემა არის საქართველოში არსებული სტარტაპები, ინოვაციური ტექნოლოგიები, რა ხდება მიმართულებით და რა მდგომარეობა და როგორ მიდის მიმართულება, როგორ მიდის მუშაობა მიმართულებით და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ავთანდილ კასრაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ავთანდილ მომწონებისათვის. ეთერში ვართ ჩვენ გავჩედით პროექტებთან დაკავშირებით, დავიწყოთ საუბარი პროექტებთან დაკავშირებით. ანუ რა პროექტებია, როგორ არის თქვა ეს დაფინანსების ამბავი, ძალიან საინტერესო
იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვა ეხლა ამ სფეროში რომ ის დაახო და მეკითხება თქვა როგორ საათ შევიტანოთ რა შევიტანოთ ეს თემებს და კი ბატონო საგრანტო პროექტებზე საუბრობდით ჩვენ და როგორც გითხარით გვაქვს 15000-იანი ასე და 650.000-იანი სამივე ეტაპზე მნიშვნელოვანია ეს იყოს გლობალური პოტენციალის მქონე ჩვენ რა თქმა უნდა არ ვფიქრობთ რომ 15000 ლარით ან თუნდაც 100000 ლარით სტარტაპს შეუძლია გლობალურ ბაზარზე გავიდეს მაგრამ ეს არის პირველადი ფული იმისთვის რომ შემდგომ დამატებით ინვესტიციები მოიზრდეს და გლობალური ბაზრისთვის შემდგომ მიმზიდველი იყოს მისი პროდუქტი ოღონდ თავიდანვე პოტენციალი უნდა მქონდეს შესაბამისად ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ისეთ პროექტებს რომელიც არის ხოლმე რომ ხშირად აი გერმანიაში რაღაცა ინოვაცია ვნახე და მოდი საქართველოს ბაზრისთვის ამას გავაკეთებ ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო ჩვენთვის არის რომ სწორედ საქართველოს შეიქმნას რაღაცა განსხვავებული know-how რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს რომ ჩვენ გლობალურად გავიტანოთ მე ის ინოვაციური პროდუქტი შესაბამისად ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცალსახად ეს მნიშვნელოვნად ხელშეუწყობს ჩვენი ქართული ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას რაღაც productivity-ის გაზრდა და ასე შემდეგ თუმცა ეს არ არის ინოვაციების და ტექნოლოგიის სააგენტოს მანდატი. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს სხვა ბევრი მხარდამჭერი პროექტები აქვს ესეთი რაღაცებისთვის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანა არის სხვა მიმართულება. ასევე ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის საერთაშორისო აქსელერატორი, ტოპ აქსელერატორი, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებლობა შევქმნით და საქართველოს შემოვიდა მსოფლიო ტოპ 3 აქსელერატორში შემავალი 500 სტარტაპის აქსელერატორი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს და მთლიან რეგიონის მასშტაბით, მინდა გითხრათ, არა მარტო საქართველოს მასშტაბით. აქ ახლო რეგიონში ასეთი მასშტაბის აქსელერატორი საერთოდ არ არის, რაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებისთვის საინტერესო გავხდით და ძალიან ბევრი სტარტაპის განაცხადი მივიღეთ, როგორც მეზობელი ქვეყნიდან, ასე შორეული ქვეყნებიდან. ჩვენ მაგალითად განაცხადები მივიღეთ ავსტრალიური სტარტაპებისგან, ბრაზილიური სტარტაპებისგან, ასე შემდეგ, რომლებიც მზად იყვნენ, რომ საქართველოს შემოვიდნენ, გახსნან უკვე როგორც ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ქართულმა სტარტაპებმა და როგორც ქართულმა სტარტაპებმა გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, სწორედ 500 სტარტაპის აქსელერატორის მეშვეობით. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ 2020 წლის ივნისში, სულ რამდენიმე თვე არის გასული, რომელმაც მარტო აი ამ კოვიდის დროს 15 სტარტაპი, რომელიც პირველ ეტაპზე შეირჩა, ბოლო 3 თვეში ამ სტარტაპებმა შემოიტანეს ქვეყანაში 5.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კერძო ინვესტიციები. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და მაღალი, ასე ვთქვათ, შედეგი არის, რომელიც ესეთ მოკლე ვადაში კოვიდის პირობებში, სადაც საყოველთაო კრიზისია, ქართულმა სტარტაპებმა შემოიტანეს უცხოური ინვესტიციები და ეს რა თქმა უნდა არის მზარდი მხოლოდ და ამას ემატება დასაქმების ბაზარი. რა თქმა უნდა, დასაქმების ბაზარის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სტარტაპის, ასე ვთქვათ, ბუნებიდან გამომდინარე და ხასიათის გამომდინარე, იმიტომ რომ ზოგ სტარტაპებს შეიძლება დასაქმების მაღალი მაჩვენებელი საერთოდ არ ქონდეს. შეიძლება სულ 5 ადამიანი მუშაობდეს იმ სტარტაპში და მილიარდიანი იყოს სტარტაპი მაინც. ანუ ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიები და ანუ ასე ვთქვათ, ინოვაციების აქვს ესეთი მახასიათებლები. არის ხოლმე რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანს ასაქმებს, გააჩნია რა ბუნების სტარტაპი არის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაუსვათ ხაზი, რომ თავარი მაჩვენებელი ინდიკატორი, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ სტარტაპების წარმატებას, ეს არის ამ კომპანიის ღირებულება, შემოსავალი და ინვესტიციები, რომელზეც არის ისინი გასული და ღირებულება, რომელიც ითვლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეალურად საქართველოში 2025 წლამდე ჩვენ რეალურად შესაძლებლობა გვექნება, რომ ერთი უნიკორნი ყავდეს ქვეყანას. ეს უნიკორნი ეს არის მილიარდი დოლარის ღირებულების სტარტაპებს ეძახიან უნიკორნებს. დღეს მსოფლიოში სულ არის 13 ქვეყანა, რომელსაც ყავს უნიკორნი. რა თქმა უნდა, ეს რთული მისაღწევია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ეკოსისტემა თვითონ ბუნებრივად სწორედ აი აქეთკენ წავა და ჩვენი პროგრამები სწორედ აქეთკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ასეთი წარმატების кейსებს საერთოდ სხვა ასე ვთქვათ, მაგალითის მიმცემი შეიძლება იყოს დანარჩენი საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განვითარდეს ეკოსისტემა, ხო? ანუ იგივე მაგალითად
ესტონეთის მაგალითიც სწორედ აქედან იყო, როდესაც Skype-ის შექმნის შემდგომ რეალურად შეიქმნა ახალი შესაძლებლობები და ახალი ინსტრუმენტები და მე მოყვა უკვე Taxify, ასე შემდეგ, ანუ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ Skype იყო ის გარღვევი, რომელსაც საზოგადოებამ დაინახა, რომ აქ შეიძლება წარმატებას მიაღწიო და ჩემი მეზობელი, რომელთან ერთადაც მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღე დავდიოდი, უცებ გახდა მილიარდელი და მან თუ შეძლო მე რატო არ შემილია და როგორ შეიძლება ამის მონაწილეობა ვიყო. რა თქმა უნდა, ამას ჭირდება განათლება, ცოდნა, ძალიან ბევრი მუშაობა, თავდაუზოგავი მუშაობა, 100% ჩართულობა კი არა, 5000% ჩართულობა. ყველა პირადის თემა უნდა გადადო, ანუ სხვანაირად დიდი წარმატებები არ მოდის არც ასე ვთქვათ, სტარტაპ ეკოსისტემაში, არც თუნდაც ტრადიციულ ბიზნესში, არც სპორტში, არც ანუ არაფერში აბსოლუტურად ანუ ზერელი დამოკიდებულებით შედეგი არ მოდის. ანუ ხო, შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ყველა დაიმახსოვროს, რომ კი ეს ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ძალიან რთული არის რეალურად, მაგრამ უნდა გქონდეს სწორედ აი ამის მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა და ცოდნა, რაც მთავარია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ეს პროცესები ბოლომდე ასე ვთქვათ გასწიო. ასევე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, უკვე არა დაფინანსების მიმართულებით, ეს არის გადამზადების პროგრამა უკვე IT სპეციალისტების მიმართულებით. სანამ ზოგადად IT სპეციალისტების გადამზადებაზე გადავალთ, მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც თვენახევრის წინ საქართველოს მთავრობამ მიიღო მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც IT კომპანიებს, რომლებიც უცხოურ ბაზარზე არიან ორიენტირებული, შესაძლებლობას აძლევს, კი არა, მნიშვნელოვან საკადასახადო შეღავათებს, ასე ვთქვათ, უწესებს. ეს არის რომ თქვენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს საკმაოდ ჩახედული ადამიანები ბრძანდებით და IT კომპანიების თავარი ხარჯი ეს არის საშემოსავლო გადასახადი, IT კომპანიებს არ აქვს დიდი ქონება, მანქანადანადგარები, ასე შემდეგ ქონების გადასახადი, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი საკადასახადო ტვირთი. ის ადამიანები, ვისაც უცხოურ ბაზარზე ფუნქციონირებენ DGG-ს, ისედაც არიხდნენ შესაბამისად DGG არც ამ შემთხვევაში არ არის IT მომსახურების გაწევისთვის მათი ტვირთი. ყველაზე მთავარი იყო ხელფასები, რომელიც 20%-ით რაღაც იბეგრება საქართველოში. და სწორედ ეს იყო ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შეღავათი, რომელიც დააწესა მთავრობის დადგენილება და 20% შემცირდა 5%-მდე. ეს შეეხება IT კომპანიებს და ეს შეეხება ასევე საზღვაო სანაოსნო კომპანიებს. ეს არის ორი დარგი, რომელიც გამოიყო, რომელიც გლობალური კონკურენციაში მნიშვნელოვანი არის და შესაბამისად ჩვენ ასეთ კომპანიებს უზრუნველყავით, რომ საკადასახადო ტვირთი, რომელიც ჰქონდათ საშემოსავლო ყველაზე მთავარი 25% შემცირდა. ასევე მოგების გადასახადი ჩაგაჭერებთ აქ ამ დროს 5%-იანი რო შემოვიდა, ამას ხო შეიძლება ბიძგიმიცა ამერიკული კომპანია EPAM-ი შემოვიდა. სექტემბერში ხონდა მათთან შეხვედრა მქონდა და ის იყო სწორედ ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომ ბაზარში შემოვიდნენ და დაახლოებით 1000-მდე კაცს დავასაკვირვებთ, მაშინ თქვენს, მაშინ მეუბნებოდნენ ასე. კი ბატონო, EPAM-ი ჩვენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შემოიყვანა ქვეყანაში, შემიძლია დავიგითხრათ, რამდენიმე ხანი მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით მათ. ეხაც ჩვენ ვეხმარებით, ეხლა მაგალითად დღეს კიდევ 10 ახალი ადამიანზე გამოგვიგზავნის ინფორმაცია, რომელიც ჩამოდის ბელარუსიდან, უკვე დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი უკვე ჩამოვიდა საქართველოს ბელარუსით, ოჯახებით გადმოვიდნენ და შესაბამისად უკვე ისინი საქართველოს ცხოვრობენ და მუშაობენ და ეს არის ძალიან მაღალანაზღაურებადი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში შემოვიდა ეს ფული და ისინი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას გეგმავენ აქ, სწორედ აი ამ პროცესებიდან გამომდინარე, არა მარტო EPAM-ი, არამედ სხვა ამერიკული კომპანიები შემოდიან საქართველოში, დენიმე დღის წინ აქ შემოვიდა Exadel-ი მაგალითად, ერთი კიდევ მსხვილი ამერიკული კომპანია. ასევე მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე, ასევე დაინტერესება არის უკრაინული კომპანიებისგან, IT კომპანიებისგან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესება არის ებრაული IT კომპანიებისგან, ისრაელის IT კომპანიებისგან და ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ბიზნესი და საერთოდ რამდენიმე 5% მომიცა ფაქტობრივად ეს ბიზნესი. რა თქმა უნდა და რამდენიმე თვეში უკვე საერთოდ სხვა სურათი შეიძლება იყოს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ის ცოდნა და ის კომპეტენცია, რაც ქვეყანაში გაჩნდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავებული, რაც გვაქვს დღეს და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემას მნიშვნელოვნად ნაწილად გაზრდის. ამ კომპანიების შემოსვლას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ მათ არა მარტო ჭირდებათ საკადასახადო შეღავათები, არამედ მათ ჭირდებათ კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ისინი აიყვანენ. შეუძლებელია 20000 კაცი გადმოიყვანონ ისრაელიდან თუ ბელარუსიდან ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არარეალური არის.
და შესაბამისად სწორედ აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა თითოეული ქართველისთვის, რომ ესეთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში თავისვე ქვეყანაში იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური. სწორედ ამისთვის, რომ ჩვენ ქართული საზოგადოება მოვამზადოთ ესეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიებს სამუშაოებად, რაც ნიშნავს, რომ მათ ექნებათ მაღალი შემოსავალი, რაც ნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკაში ფულის ბრუნვა იქნება ბევრად მეტი. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური გადამზადების პროგრამა, ეს არის 3000 IT სპეციალისტის, IT პროფესიონალის მომზადების პროგრამა. ეს არ ეხება ამ პროგრამაში ვერ გადამზადდება ნულიდან ადამიანი, ანუ ვისაც საბაზისო ცოდნა არ აქვს და 30 სხვადასხვა პროფესია გვაქვს ჩაშლილი ქვეპროფესიები ამ IT პროგრამაში და თითოეულ ამ ასე ვთქვათ გადამზადების პროგრამას აქვს თავისი მინიმალური მოთხოვნები, რომელიც აქამდე გამოცდილებით უნდა წარმოადგინოს და გამოცდაც იქნება, სანამ აი შეირჩევა ამ პროგრამაზე. ეს არის სრულიად უფასო თითოეული ადამიანისთვის გადამზადების პროგრამა, რომელზეც ერთადერთი ვალდებულება აქვს, რომ დაესწროს ყველა ასე ვთქვათ ლექციას, მიიღოს მონაწილეობა აქტიურად. თუ ამას არ უზრუნველყოს და ტყუილა დაიკავა ადგილი, მაშინ მოუწევს გადახდა ამ იმისი, რა ქვია, ღირებულების. ეს არის იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვნახოთ, რომ კომიტმენტი აქვს თუ არა ამ ადამიანს, იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ არ დაიკავოს ტყუილა ადგილი და არ შეირჩეს იმ პროგრამაში, რომელშიც არ უნდა რომ მონაწილეობა მიიღოს. შესაბამისად, ეს იქნება სრულიად უფასო თითოეული ადამიანისთვის, ასევე სრულიად უფასო იქნება კურსის დასრულების შემდგომ, ჯერ შიდა გამოცდაზე გასვლა და შემდეგ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე. ანუ ეს ადამიანები რა მიმართულებასაც აირჩევენ, ეს იქნება მათ შორის გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, მობილური აპლიკაცია, ფრონტენდი, სხვადასხვა მიმართულებები, ბექენდი, ასე შემდეგ, კიბერუსაფრთხოებაც მათ შორის და ასე შემდეგ, რომელსაც აირჩევენ თითოეულ ამ მათგანში საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე უფასოდ გავლენ ესენი. ამასაც სახელმწიფო იხდის და შესაბამისად მათი კვალიფიკაცია დადასტურებული და აღიარებული იქნება არა რომელიმე სატრენინგო პროვაიდერის მიერ ჩატარებული გამოცდა, არამედ ოფიციალურად თვითონ აი ამ ასე ვთქვათ სისტემების ოფიციალური სერტიფიკატი და რაც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მათი დასაქმების პროცესში, როდესაც მათ ნამდვილად ექნებათ დადასტურებული ცოდნა, რომ ისინი ფლობენ, ის იქნება Java, თუ ეს იქნება ბექენდის სხვა მიმართულებები, თუ ეს იქნება კიბერუსაფრთხოების კონკრეტული მიმართულება, ბლოკჩეინი თუ ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ეს ქართველი ადამიანებისთვის. ჩვენ საპილოტო რეჟიმში დავიწყეთ ეს პროგრამა, იმიტომ რომ ეხლა ჯერჯერობით ონლაინ რეჟიმში მოხდება სატრენინგო და შესაბამისად 3000 გავყავით ორ ნაწილად, დავიწყეთ 500-ის გადამზადების პროგრამით. დღეს დილის მონაცემებით ამ 500-ზე უკვე 2400-ზე მეტი განაცხადი იყო შემოსული. შესაბამისად მოგვიწევს არჩევა, რა თქმა უნდა, გამოცდების ჩატარება ასე შემდეგ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ავირჩიოთ, თუმცა ვინც არ მოხდება ახლა მათთვის კიდევ გამოცხადდება დარჩენილი 2500 ადამიანისთვის, ოღონდ ის 2 წელზე იქნება უკვე გადანაწილებული და საბოლოოდ ჩვენ 2023 წელს გვეყოლება 3000 პროფესიონალი, რომლის ცოდნაც საერთაშორისო დონეზე იქნება დადასტურებული და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საგადასახადო შეღავათებთან ერთად მსხვილი IT კომპანიებისთვის, რომ არა მარტო ოფისები გადმოიტანონ აქ, არამედ თვითონ მათ საერთაშორისო ჰოლდინგში შეკვეთების დიდი ნაწილები აქეთ გადმოიტანონ და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრი დაასაქმონ, იმიტომ რომ შესრულების შესაძლებლობა და მექანიზმი და ცოდნა და კვალიფიკაცია იქნება უკვე ქვეყანაში. კი, ძალიან მოთხოვნადი სპეციალობებია, იმიტომ რომ ეხლა მაქსიმუმად მოლაპარაკე რაც გერმანელი და ბრიტანულ ხარისთან და ძალიან ბევრი ის არის. დაკვეთები ძალიან ბევრია იქა, ფაქტიურად და სპეციალისტები არ არის. ძალიან ისეთი არის, ძალიან ნაკლებობა არის და ერთი რო სპეციალისტების ნაკლებობა მთელ სოფლიოში და მეორე ასევე თვითონ ხელფასი ძალიან განსხვავდება ზოგადად ხარჯებიდან გამომდინარე. ხა მაგალითად სან-ფრანცისკოში რო სენიორ პროგრამისტებზე არ ვამბობ, აი საშუალო პროგრამისტი რო დაიქირაო, წელიწადში მინიმუმ $200,000 ხარჯი არის. და სენიორები რა 500,000-ზე წადიან წელიწადში და მეტიც. შესაბამისად, ძალიან ძვირი არის ზოგადად გაძვირდა მაღალ პროფესიონალი კადრები და ჩვენ რეალურად უზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველოში აქვთ ხარისხს, არ ვფიქრობთ, რომ საქართველოში ხელფასები ძალიან განსხვავებულად დაბალი იქნება, ვიდრე საერთაშორისო მასშტაბით. პირიქით
ეს არის შესაძლებლობები, რომ სწორედ ესეთი მაღალი ხელფასები იყოს საქართველოში ამ მიმართულებით. ტრენერების ვინ იქნება ამის თქვათ ჩვენ საერთაშორისო ტენდერი გამოვაცხადეთ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 25-ზე მეტი განაცხადის კომპანია შემოვიდა, მათგან უმეტესობა იყო უცხოური კომპანია, საბოლოოდ გაიმარჯვა ბულგარულმა კომპანიამ, რომელიც არის ტოპ 20 მსოფლიოს გლობალურ ტოპ 20-ში შემავალი IT სატრენინგო მიმართულებით, შესაბამისად მნიშვნელოვანი ძალიან მაღალი დონის ასე ვთქვათ ტრენერები უზრუნველყოფენ იმას, რომ ქართველ პროფესიონალებს გადაამზადონ და შესაბამისად ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ცოდნის შემოტანის ასე ვთქვათ მექანიზმი არის ქვეყანაში. ისინი ალბათ ვთქვათ მოწვეული ტრენერები იყოლებათ, იმათაც საერთაშორისო დონის ტრენერები. რა თქმა უნდა, თავიანთი ტრენერი არის მსოფლიო ტოპ 20-ში გლობალურად და მთელ მსოფლიოში აქვს გადამზადების პროგრამები ამ კომპანიას, ეს არის ძალიან ცნობილი კომპანია, New Horizon-ი და შესაბამისად ის უზრუნველყოფს სწორედ ქართველი პროფესიონალების გადამზადებას ქვეყანაში. ძალიან კაი, ახალგაზრდა ვიყო უფრო მეტი 30 წით ახალგაზრდა აუცილებლად. ეხლა არ არის გვიანი, ესე არანაირი ასაკობრივი შეზღუდვები არ გვაქვს, თავარი არის რომ აი ეს წინა ასე ვთქვათ გამოცდილებას აკმაყოფილებდეს, რაც გვაქვს მოთხოვნილი არის. შესაძლოა ძალიან ბევრია. ნუ რაც შეეხება ნულიდან ვინც იწყებს, იმათთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აგენტოს სხვა პროგრამები გვაქვს, მათ შორის რეგიონებში განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ, როდესაც 11 გეოგრაფიულ ლოკაციაზე დღესდღეობით 11 გეოგრაფიულ ლოკაციაზე წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ვატარებ სხვადასხვა საბაზისო ტრენინგებს ხან ფრონტ-ენდში, ხან ბექ-ენდში, ხან გრაფიკულ დიზაინში, ეხლა გვაქვს სოციალური მედიის მართვას და ასე შემდეგ, ეხლა მიმდინარეობს მაგალითად კონკურსი ამაზე და შესაბამისად ბევრი ესეთი პატარ-პატარა სადაც ანუ ნულიდანაც რო საბაზისო თონა მივცეთ და მე თუ უნდათ კიდე რომ განვითარდნენ და ისწავლონ შესაძლებლობას ვაძლევთ რომ პირველ რიგში დაინტერესდნენ ამ თემით, ნახონ რა შემხელა შესაძლებლობები და რამხელა დასაქმების პერსპექტივა და კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ დასაქმების პერსპექტივა, ეხლა დასაქმება ბევრი რაღაცა შეიძლება შექმნას, ხო, მაგალითად სამკერვალოების გაკეთება ასე შემდეგ, თუმცა სამკერვალოებისგან და ესეთი რაღაცების განსხვავებით აქ არის დასაქმება მაღალანაზღაურებადი. და დიდი შესაძლებლობების და განვითარების ძალიან დიდ დონეზე მიღწევის და ანუ აი უკვე ჯუნიორ სპეციალისტებსაც კი საქართველოში აქვს საშუალოზე მეტად მაღალი ხელფასი, ხო? შესაბამისად IT მიმართულება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მიმართულება და შესაბამისად და ჯუნიორიდან მერე მედიუმ ლეველი და სენიორ ლეველი საერთოდ კი ვადევნებთ მათ თვალყოს დიდი შემოსავლები აქვს, კი ბატონო. საკუთი გაუწერია ხოლმე 1000-ებში და მიდის ის ხელფასები და ნამდვილად დღესაც საქართველოში არის რამდენიმე ადამიანები პირადად ვისაც ვიცნობ, რომელიც ანუ ზოგადად უცხოურ კომპანიებზე ფრილანსერად მუშაობენ და წელიწადში 100,000 150,000 დოლარი შემოსავლები აქვს ამ ადამიანებს. თვითო ადამიანი, რომელსაც ამხელა ეს არის მართლა ძალიან მოთხოვნადი დარგი და ზოგადად საქართველოში უნდა შემოვიდეს რომ პოპულარული პროფესიები ჯერ კიდევ როგორც ჩემ ბავშვობაში იყო იურიდიული და ეკონომიური და ასე შემდეგ, ხო? ეს ნელა უკვე უნდა გადავიდეს სწორედ აი ამ სფეროში, ამ ინდუსტრიაზე და რეალურად ყველაზე მეტად პრესტიჟული დღეს და მოთხოვნადი ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ზოგადად STEM-ის მიმართულება ნებისმიერი, ეს ფიზიკა, ქიმია, ასე შემდეგ, ეს არის მართლაც რეალურად ღირსეული, ასე ვთქვათ, განვითარების შესაძლებლობა თითოეული ადამიანის, ამიტომ მშობლებს მე მინდა პირველ რიგში ვაუწოდო, რომ თვითონ თავით ახალგაზრდობაში რომ იურიდიული იყო ყველაზე პრესტიჟული, ხო, ან სამედიცინო, ან ეკონომიური, ეხლა ესე არ არის და ან რაღაც დიპლომატი და ასე შემდეგ, ხო, ანუ იმდენი დიპლომატი ყავს ქვეყანაში დიპლომატი იმდენი დიპლომატიანი დიპლომი აქვს დიპლომატის რომ ეს ადამიანი ყველა რომ დავასაქმოთ მთელ მსოფლიოში უნდა იყოს 3,000 ქვეყანა და ყველგან ჩვენი საერთაშორისო უნდა ქონდეს გახსნილი ანუ და იურიდიულზეც იგივე თემა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და დავბრუნდებით საინტერესო თემებით მართლა საინტერესო საუბარი გამოდის მადლობა რეკლამა რადიო კომერსანტზე
გაორმაგებული cashback-ის აქცია Tegeta Motors-ში. შეიძინე შენთვის საჭირო პროდუქტი, საბურავი, აკუმულატორი, ძრავის ზეთი, ავტოსათადარიგო ნაწილი ან ისარგებლე სერვისით და დაიბრუნე ორჯერ მეტი თანხა. Tegeta Card-ზე. გამართი ავტომობილის ზამთრისთვის 032 226 44 44. ყოველ შაბათ-კვირას მხოლოდ ლიდერბეტი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან აქციებს სპორტში, სლოტებში და კაზინოს თამაშებში. გაატარე შაბათ-კვირა ლიდერბეტზე და მიიღე უამრავი ფრიბეტები, ფრისპინები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ლიდერბეტზე შაბათ-კვირა ყველაზე მომგებიანია. ლიდერბეტი, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბაზის ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. ყოველ სამშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. ლევან ქისტაურთან ერთად. კითხვები, რომლებიც არსებობს და პასუხები, რომლებიც ქმნის თქვენს ცხოვრებას. ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. FM 95.5. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. ეთერში ვართ ისევ, თემა არის სტარტაპები და ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში და ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ავთადილ კასრაძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონთან მოგზაურობისათვის და ვინც ახლა შემოგვეთა რადიო მსმენელები, თვითონ ძალიან საინტერესო თემა არის ეს საუბრობთ სტარტაპებზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რამხელა ასე ვთქვათ, შესაძლებლობები არსებობს ამ სფეროში და ამ მიმართულებით და ეს შეკითხვა მაქვს, ძალიან ხშირად მეკითხებიან არის ეს თემა, რომ 100,000 ლარიანი დაფინანსებაზე, საგრაფო პროგრამაზე. საად როგორ და რა კრიტერიუმები დაახლოებით ამის შესახებაც რო ვთქვათ ერთი ორი. კი ბატონო. 100,000 ლარის საგრანტო პროგრამა ეხლაც მიმდინარე პროგრამა არის, განაცხადებს ვიღებთ და შემოტანის ბოლოვა და არის 28 დეკემბერი. შესაბამისად ყველას მოუწოდებ, რომ ეხლა უკვე შევიდეს პორტალზე, ეს არის grants.gov.g და ნახოთ განაცხადის ფორმა, იქ არის ასე ვთქვათ ბიზნეს გეგმა შესავსები, ასევე ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტი და ბიუჯეტის დოკუმენტი და იქ ნახავენ თუნდაც ანუ რას ვეკითხებით და რა მიმართულებით გვინდათ რომ იდეები წარმოდგენილი იყოს. კრიტერიუმები, რომელთაც ჩვენ ვაფასებთ, ეს არის რომ ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ეს არის რომ ინოვაციური კომპონენტი უნდა იყოს, შესაბამისად რაღაცა მნიშვნელოვან პრობლემას უნდა წყვიტდეს ეს კონკრეტული პროგრამა და ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფა იქნება ეს თუ ფიზიკური პროდუქტი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგას უნდა იყოს რაღაცა მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა, რომელსაც ეს პროდუქტი ორიენტირებულია რომ გადაჭრას. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს არის, რომ მასშტაბირებადობის პოტენციალი კონდეს და არ იყოს რაღაცა ლოკალური დონის გადაწყვეტა, რომ აი მაგალითად სამტრედიის პრობლემას ქმნის, ან თბილისის, ან თუნდაც საქართველოს პრობლემას და რეალურად შესაძლებლობა იყოს, რომ რაც შეიძლება დიდ ბაზარზე მასშტაბირებადობა მოხდეს შემდგომში და ინოვაციურ კომპანიებს სწორედ ეს განასხვავებს არა ინოვაციურ კომპანიებს, რომ მასშტაბირებადობა უფრო მარტივად შეუძლიათ მათ სხვა ბაზრებზე, იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ კონკრეტული რაღაცა უნიკალური ასე ვთქვათ ღირებულებას ქმნიან ის რაც არ არის დღეს ბაზარზე და შესაბამისად ამით უფრო მარტივად ასე ვთქვათ იკავებენ თავის ადგილს გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში, ხო? და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ეს არის გუნდი. ანუ რაც არ უნდა მნიშვნელოვან პრობლემას ინოვაციურად წყვეტდეთ, რაც არ უნდა გლობალური პოტენციალი ქონდეს, თუ ინვესტორმა არ დაინახავს, რომ ვინც ამ ყველაფერს ყვება და დაფინანსებას ითხოვს, ის არ არის ამის საუკეთესო განმახორციელებელი, არაფერი აზრი არ აქვს. ანუ იდეა არის აბსოლუტურად არაფერი, იდეა აქვს. ძალიან ბევრი ადამიანს 8 მილიარდიან მოსახლეობაში ერთი და იგივე იდეებია, არავინ არ დაიჩემოს ზოგადად და იჩემე მე ხოლმე რომ მე მომივიდა იდეა და რა იცი იქნებს ყოველსაც მოუვიდა. ანუ იდეა არაფერი ღირებულების მატარებელი არ არის, არასდროს არავინ არ მოგცემს იდეაში ფულს. იდეასთან ერთად უნდა აჩვენო, რომ შენ და შენი გუნდის წევრები ხართ ის ადამიანები, რომლებსაც სწორად ესმით მთელი ეს პროცესი, როგორ უნდა იდეიდან ბაზარზე თავის პროდუქტი მოახედოს და მე გაყიდოს ის პროდუქტი. კომერციალიზაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ანუ თავარი არის გაყიდვები, ხო? ანუ საბოლოოდ ყველაზე თავარი ყველაფერი არის გაყიდვები. ანუ თუ ვერ მიდიხარ იქამდე, რომ ჯერ გაყიდვების პროდუქტი შექმნა და მე გაყიდოთ, ან იმიტომ რომ ერთი არის რომ პროდუქტი შექმნა. მეორე, ანუ რაც არ უნდა კარგი პროდუქტი და ინოვაციური იყოს, პროდუქტები თავისთვის არ იყიდება.
ამას ჭირდება თავისი სკილები, თავის ცოდნა და შესაბამისად გუნდი უნდა დაინახოს ინვესტორებმა და სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც უყურებთ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის და ვინც ახლა ამ პროგრამაში ამდენი წელია ვაკეთებთ უკვე და იცის მათ კარგად იციან, სხვებს ვინც ახლა მაგალითად გადაწყვიტა რომ ამ პროგრამას შემოუერთდეს, მათთვის გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ თლიანად ამ პროცესში სახელმწიფო ბიუროკრატია გვაქვს გაყვანილი გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. არც ერთი ჩემი თანამშრომელი არ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შინაარსობრივ განხილვაშიც კი თითოეულ განაცხადის. არიან საერთაშორისო ექსპერტები, მაგალითად წერილობით შემოსულ აპლიკაციებს თითოეულ აპლიკაციას ორი ექსპერტი საერთაშორისო Silicon Valley-დან აქსელერატორი US MACI-ის ექსპერტები განიხილავენ, აფასებენ, ირჩევა ფინალისტებს შემდგომ აქ საქართველოში ჩამოყავს ძალიან ძლიერი კოუჩები Silicon Valley-დან, იგივე აქსელერატორი US MACI-დან, რომლებიც აქ საქართველოში ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგებს და one-to-one coaching-ს და mentorship-ს უტარებენ, როგორ მოამზადონ და როგორ წარადგინონ თავიანთი იდეა ინვესტორების წინაშე და ბოლოს ეს ყველაფერი გვირგვინდება იმით, რომ ეს ადამიანები გადიან 5 წამყვანი venture ინვესტორის წინაშე, რომლებიც ჩამოყავს Silicon Valley-დან. მაგალითად, წინასწარ ჩვენ გვყავდა Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, ჩვენ გვყავდა კატაპულტის დამფუძნებელი და CEO, Guy Kawasaki-სთან ერთად რო Garage Technology Venture-ი შექმნა, იმის CEO და ასე შემდეგ. შესაბამისად, ესეთი ძალიან მაღალი დონის ინვესტორები, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში. და Silicon Valley-ზე ეს ადამიანები ჩამოდიან, ეცნობიან ქართულ სტარტაპებს, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი სტარტაპები დაფინანსდა, შესაბამისად, ისინი არა მარტო იღებენ სახელმწიფოსგან 100,000 ლარს. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მთელ ამ პროცესში, იმიტომ რომ მათ ტრენინგებიც აქვთ ის სანამ იქამდე გავლენ, იღებენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას, წამყვან ცოდნას მსოფლიო ტოპ ექსპერტებისგან და ასევე მათთვის არის მნიშვნელოვანი ვალიდაცია, რომ ასეთმა ადამიანებმა შეარჩიეს როგორც გამარჯვებული სტარტაპები და რაც რა თქმა უნდა ეხმარება შემდგომი ინვესტიციების მოპოვებაში და აი ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითი გვაქვს, როდესაც ამ ადამიანებმა აქამდე რო ინვესტორებს ვერ ნახულობდნენ, როგორც კი ინოვაციების და ტექნოლოგიების საგანო ფული ჩადო, მათ გამოუჩნდათ ინვესტორი, რომელმაც კერძო კაპიტალი შეიტანა ამ სტარტაპ კომპანიაში. შესაბამისად, ეს არის ის პროცესი, ჩვენ გვაქვს ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ყველა ადამიანი, ვინც არის ჩართული, თავის თვალით ხედავს სხვა სტარტაპებსაც და არის ნამდვილად თანაბარი შესაძლებლობები, სახელმწიფო ბიუროკრატია არის 0, სახელმწიფო სამსახურების ჩართულობა არის 0, თლიანად ჩვენ გვაქვს ეს პროცესი, აი Silicon Valley-ში რაც ხდება, აი სწორედ ისე ხდება ჩვენთან გადაწყვეტილების მიღება და ფინანსების. ძალიან კაი, ჩვენ აქ ფაქტურად ვისაუბრეთ თემებზე, რომ თქვა ეგ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიური წინსულსაც ქვეყნისათვის, დასაქმების კუთხიდან ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპების შექმნა და ამას როგორც ხედა უკვე როგორც ხედა მე სახელმწიფო ძალიან ხელს უწყობს თქვენი საშუალებით, სააგენტო საშუალებით. ფაქტურად საერთაშორისო თანამშრომლობაც ვისაუბრეთ ამ იმაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და ინვესტორების შემოყვანა და მომავალ გეგმებზე მაინც თქვათ როგორი ხიზაკოთ კი არის 20-25 ახსენეთ თუ 20-25-ს 20-25 ერთი სტარტაპების თემაში მნიშვნელოვანი არის ის რომ გვინდა რომ მინიმუმ ერთი უნიკორნი იყოს ქვეყანაში რაც არის ძალიან რთული და ამისთვის ახლა ჩვენი უშუალო გეგმები და ამოწანები არის ის რომ კერძო სექტორის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს განსაკუთრებით ქართული კერძო სექტორის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ციფრები, რომ მაგალითად დღემდე უკვე ჩვენ და 8 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი გვაქვს და ფული გადაცემული, ჩარიცხული სტარტაპებისათვის. ეს არის 200-ზე მეტი სტარტაპ პროექტი, რომელიც ამ პერიოდში სხვადასხვა დაფინანსდა, ზოგი მათგან 20 სულ რაღაც 2 თვის წინ დაფინანსდა, ჯერ პროდუქტს ქმნიან, ასე შემდეგ სხვადასხვა სტადიაზე არის. ამ 200-დან 25 არის უკვე დღეს, რომელიც არის ყარად ფეხზე დგას, იმიტომ რომ შემდგომ ინვესტორები მოიზიდეს, ბაზარზე რენგასული ასე შემდეგ, ზოგი ეხლა იდგამს ფეხს, ზოგი უკვე დაფეილდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სტარტაპების დაფეილება არის ძალიან მაღალი, 90%-ია ზოგადად გლობალური სტატისტიკა სტარტაპების ფეილის, მაგრამ 200-ზე მეტი ჩვენ ჩავდეთ 8 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი, 25 რომელიც ფეხზე დგას, მათ უკან შემოიტანეს კერძო ინვესტიციების სახით 32 მილიონი ლარი უკვე. ძალიან დიდი განსხვავება მათ მიერ შემოტანისა და სახელმწიფოს მთლიან პორტფელიში დახარჯულ. რამე სტატისტიკა თუ არსებობს, იმით თქვათ რა მიმართულებით ფინანსდება სტარტაპები, თქვათ აგროსექტორის სტარტაპი იქნება თუ რა, რომელი პრიორიტეტულად არის. საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, წილი უჭირავს ჩვენს
დაფინანსებული პროექტებში ხელოვნური ინტელექტი არის ასე ვთქვათ ნიშნულოვანი ასე ვთქვათ პროცენტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც არის ნიშნულოვანი პროექტები და შესაბამისად ჩვენ აი ძალიან ასე ვთქვათ არა IT მიმართულებით არის საინტერესო პროექტები მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით ასევე ბიოტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენ უკვე თითქმის ყველა კოლზე მინიმუმ ერთი სტარტაპი მაინც იმართებს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით ესეც რა თქმა უნდა არჩევნებს რო ქვეყანაში ამ მიმართულებით არის პოტენციალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა იყოს ჩართული ამ იმაში არის სრულიად გამჭვირვალე პროცესი და რაც მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად არის ორიენტირებული, რომ იპოვოს გლობალურად მასშტაბირებადი პროექტები და ანუ ეს მონაცემები რაც გითხარით რომ 200 პროექტზე მეტი ჩვენ უკვე დახარჯული გვაქვს 8 მილიონი ლარი 200 პროექტისთვის და იქიდან 25-მა უკვე 32 მილიონი ლარი შემოიტანა. ეს გეომეტრიული პროგრესი იზრდება, ვინც 2 თვის წინ მივეცი დაფინანსება, ისინი კიდე ერთი ზოგადად 1-დან 3 წლამდე არის, როდესაც სტარტაპები შედიან იმ ასე ვთქვათ განვითარების იმ სტადიაზე, როდესაც ესეთი ინგლისური ფრაზა არის product market fit. ანუ იმ პროდუქტის ბაზართან თავსებადობის წლები არის. ან მოხდება ეს თავსებადობა და იმას შემოსავალი აქვს, ან არ მოხდება ეს თავსებადობა და ის სტარტაპი მოკვდას. შესაბამისად, სწორედ ეს პერიოდი დავინახეთ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი დაფინანსების პროგრამები დავიწყოთ 2018 წლიდან და 2020 წელს უკვე ჩვენ შედეგები ვნახეთ, რომელიც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩადებულ დაფინანსებას უკვე 4-ჯერ აღემატება მათგან რა ქვია 5% რომელიც ფეხზე დადგა მათ მიერ შემოტანილი შემოსავლები. ძალიან კარგი, დრო ძალიან ცოტა გვაქვს და თემა არის საკმაოდ დიდი არის და საკმაოდ ძალიან საინტერესო თემა არის და მე ვიტყოდი რომ აუცილებელი და საჭირო თემა არის, არა მაგრამ თქვა სახელმწიფო კუთხიდან რო შეხედა, არამედ თვითონ ინდივიდუალურად თვითონ დასაქმებად უნდა იყოს თვით დასაქმებული უნდა იყოს და თავისთავად უნდა იზრუნოს ამ თქვა ახალგაზრდა თაობამ და მომავალ თაობამ ყველაფერი. მე კი რადიო მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი თემა იყო სტარტაპები და ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში და ჩვენი სტუმარი იყო ბატონი ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე. დიდი მადლობა მურდანებისათვის, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და ერთ-ერთი შემიძლია თქვა, რომ მართლა დიდი შეძლებები არსებობს. როგორც ახლა კიდე გავიგე და ჩავსდი, ასე ვთქვათ, არც კი ვიცოდი რაღაცები, მაგრამ კიდე უფრო ჩავსდი, ძალიან დიდი შეძლებები არსებობს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თქვენს მსმენელებს. მადლობა. წარმატებით.